მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენს ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ქვია ევროპის ქვეყნის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, იმ ნაბიჯებით, რომელიც იდგმება ამ მიზანს მთავრობა აუცილებლად შეასრულებს. განსაკუთრებით სახელმწიფო საწარმოებში ხარჯების ოპტიმიზაციის მიმართულებით გაკეთდა ძალიან ბევრი რამ და დაახლოებით 700 მილიონი არის დანაზოგი ამ ოპტიმიზაციის შედეგად. რა თქმა უნდა, მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენს ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ქვია ევროპის ქვეყნის სამეულში ადგილის დაკავება კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანა. ვფიქრობ, რომ იმ ნაბიჯებით, რომელიც იდგმება, ამ მიზანს აუცილებლად შევასრულებთ, განაცხადა პრემიერმა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას ბრალდებას უკვე ოფიციალურად წაუყენებენ. აღნიშნული შესახებ ინტერპრეს ნიუს გაბუნიას ადვოკატმა გურამ გვენცაძემ განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არ მოუნახულებია, შესაბამისად მისი პოზიცია წარსადგენ ბრალთან დაკავშირებით უცნობია. ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ გაბუნიას სახლის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ ცნობისთვის. ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ევროპარლამენტის ინფორმაციით ამ საკითხებზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით. 4 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს გაიმართება პრესკონფერენცია ბრიუსელში, რომელსაც გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი. ამავე დღეს 4 ნოემბერს მეც გავმართავ პრესკონფერენციას თბილისში იმისთვის, რათა გავცე დეტალურ შეკითხვებს პასუხი, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს საქართველო, აღნიშნა ელჩმა. გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო კონკრეტული მიზნები და ამოცანები და მათი შესრულების ვადები. გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი და ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფთ მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას. აქედანვე არის მუშაობა და საწყები იმისთვის, რომ მივიღოთ ხარისხიანი გზამკვლევი ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის, განაცხადა კობახიძემ. ძლიერი საქართველოს საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ იუნუს ომარჯის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ძლიერი საქართველო ავრცელებს. მათივე ცნობით ევრონესტის ფარგლებში გეგელიამ სიტყვით მიმართა ასამბლეის წევრებს, შეხვდა ევროპარლამენტარებს სერგეი ლაგოდინსკის, რასა იუკნევიჩიენეს, დან ბარნას, რიხო ტერას და ოლივერ შენკს. ასამბლეის მსვლელობისას გეგელია ასევე შეხვდა ევროპული კომისიის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს. ძლიერი საქართველოს პრესამსახურის თანახმად შეხვედრებისას განიხილეს საქართველოს არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება, შეცვლილი საგარეო კურსი, პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები. ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელ ლაშა ტუღუშის შეფასებით ქართული ოცნების მიერ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი არის დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი. როგორც მან პალიტრანიუსის გადაცემაში რეზიუმე განაცხადა, პროცესი ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას, რადგან ქვეყანა, რომლის ყველაზე ახლო მიზანიც ევროკავშირში შესვლა, ფაქტობრივად მიდის ავტორიტარული მიდგომებისკენ. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების ქმედებები ემიჯნება კონსტიტუციას და მოქმედ კანონებს. ტუღუშის შეფასებით ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე იმდენად რთულ მდგომარეობაში არიან, რომ დღევანდელი ვითარებით არჩევნების გაყალბებითაც გამარჯვების შესაძლებლობა აღარ აქვთ. საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის. განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობამ დღევანდელ ხდომაზე დაამტკიცა. განკარგულების თანახმად 1,5 მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა რეხვიაშვილი აირჩიეს, რომელიც ფრაქცია ქართულმა ოცნებამ წარადგინა. რეხვიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე 22 ხმით იქნა არჩეული. უფლებამოსილების ფარგლებში მან საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილის კანდიდატებად მარინა ლიპარტელიანი და მიხეილ მუზაშვილი დაასახელა. საკრებულომ მიიღო ცნობად ფრაქციების ქართული ოცნების და ხალხის ძალის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია. დეპუტატებმა კენჭი უყარეს და დაამტკიცეს განკარგულება საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ. კომისიების შემადგენლობაში ქართულ ოცნებას 5 წევრი ეყოლება, ხოლო 2 დანარჩენ პარტიებს. საკრებულოს ხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო პარტია ძლიერი საქართველო ლელოს წევრმა ნინო სულაძემ. საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილეების არჩევნების კენჭისყრაზე თავი შეიკავა პარტია კონსერვატორების საქართველოსთვის წევრმა მერაბ გიგანმა. რაც შეეხება პარტიის გირჩი წარმომადგენელს საკრებულოში შოთა ზალკალიას, მან ყველა კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. ამბასადორი აილენდ ბათუმის ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა. ნებართვის საფუძველზე მოცემულ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობა დაიწყება, რომელიც თავისი არსით ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან კუნძულის ტერიტორიაზე პირველ შენობა ნაგებობას წარმოადგენს და მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ მათთვის სასურველი საცხოვრებელი და საინვესტიციო უძრავი ქონება. აღნიშნული მრავალფუნქციური ნაგებობა აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ღია და დახურულ აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, გასართობ გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს და ვერტოდრომს. კუნძულის პროექტს ამბასადორი ჯგუფის სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ამბასადორი აილენდ ბათუმი, რომელიც 2 ხელოვნური ნახევარკუნძულისა და 1 ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე ზღვაში ფორმირებას ისახავს, მიზნად მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. შეერთებული შტატები გეგმავს დეკემბერში თავისი ჯარების ნაწილის გაყვანას ბულგარეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა კიევ-პოსტი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ იმ ფონზე, როცა რუმინეთიდან აშიშოს როტაციული ბრიგადის დაგეგმილი გაყვანის გამო აღშფოთება იზრდება რამდენიმე წყარომ, კიევ-პოსტს განუცხადა, რომ ეს ცვლილება მხოლოდ დასაწყისია. გამოცემის წყაროების ცნობით დახურულ კარს მიღმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოკავშირეებს აცნობეს, რომ რუმინეთში დაგეგმილი შემცირებები მხოლოდ პირველი ფაზაა და ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში შემდგომი შემცირება დეკემბრის შუა რიცხვებში ამოსალოდნელი. გამოცემის წყაროების ცნობით აშიშუმ ასევე აცნობა თავის მოკავშირეებს, რომ მისი ჯარების გაყვანა სავარაუდოდ 2026 წელს გაგრძელდება მიმდინარე როტაციული განლაგების დასრულების შემდეგ. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს. ევროპარლამენტის ინფორმაციით ამ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. კომისიის მიერ აღნიშნულ ქვეყნებში ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ კომიტეტის მომხსენებლები შეიმუშავებენ რეზოლუციებს თითოეული ქვეყნისთვის პარლამენტის დასკვნებით და რეკომენდაციებით. ვილნიუსის აეროპორტი ბელარუსიდან შეფრენილი კონტრაბანდის გადამტანი 3 მეტეოროლოგიური ბუშტის გამო კვლავ დაიხურა. მედიის ინფორმაციით ვილნიუსის აეროპორტი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში დაიხურა, რამაც 20 რეისსა და დაახლოებით 2000 მგზავრზე იმოქმედა. ეს იყო აეროპორტის ფუნქციონირების პირველი იძულებითი შეწყვეტა ამ კვირაში. წინა ამინდის ბუშტების დარტყმები გასულ შაბათ-კვირას დაფიქსირდა და ბოლო კვირის განმავლობაში სულ 4 ასეთი ინციდენტი მოხდა. სასაზღვრო დაცვის ცნობით ამ ამინდის ბუშტებიდან 2 საღამოს 9-დან 10 საათამდე ვარენას სასაზღვრო რაიონში იპოვეს, ერთი კი ვილნიუსში. ცნობისთვის, ბოლო კვირის განმავლობაში კონტრაბანდის გადამტანი ბუშტების დაფიქსირების გამო ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა 4 ჯერ შეაჩერა. უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსეთმა სუმის საცხოვრებელ უბნებსა და ინფრასტრუქტურაზე დარტყმების სერია განახორციელა. 9 სართულიან საცხოვრებელ შენობაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ზედა სართულებზე 5 საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა. ამასთან თავდასხმის შედეგად კერძო სექტორში 2 დამხმარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. აფეთქების ტალღამ კი 5 ბინიანი ერთსართულიანი შენობა დააზიანა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები, მომავალ შეხვედრამდე.